ბევრმა ალბათ მეგობრებო გახსნა ეს ვიდეოს სახელისა და thumbnail-ის გამო. ან შეიძლება ზოგიერთმა სხვაგან გაიგოს ხვისგან და მაგის გამო გადაწყვიტა რომ ეყურებინა ამ ვიდეოსთვის და ალბათ ძალიან ბევრი ფიქრობთ იმას თუ რატო გადაწყვიტე ეს. ანუ YouTube-დან წასვლა. მეგობრებო, სანამ მიზეზების ჩამოსვლას დავიწყებთ, მინდა დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად იმისა თუ რას ვიღებ, მაგალითად რომ ვიღებ Steve Brain-ს და ეგ ვიდეოები ყველა მივარდება, ვიღებ იმას, რაც სინამდვილეში მე არ მომწონს. ხო და მეგობრებო, დღისი დღე ფიქრები და ვწუნდები იმაში, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის არ არის. ანუ ვიდეოები რა Steve Brain-თვის. ეხლა რამეს რო ვაკეთებდე, აი ყოველთვის ვდგებოდი და დაუზარებლად რაღაცას ვაკეთებდე. მაგისგან ხო სიამოვნება უნდა მივიღო, მაგრამ ამ ყველაფერსგან არ ვიღებ მეგობრებო სიამოვნებას და იმედია ხვდებით თქვენს ამ ყველაფერს. ხო და მეგობრებო, ამ არხზე ეს ვიდეო რასაც ეხლა უყურებთ, იქნება ჩემი ბოლო ვიდეო. ამის იქით ჯერ ვაფშე Steve Brain-ს აღარ გადავიღებ და მერე კიდევ ვიდეოს ამ არხზე ვაფშე აღარ გადავიღებ. და ვეცდებ მეგობრებო ისეთი რაღაც გავაკეთო, რაც აშკარად სიამოვნებას მომცემს. რაო ბიჭო ვინ მიდისო? კაი მეგობრებო, დამავლა საზრი აღარ აქვს, შემთხვევით ლამის გავიგლიჯე სიცილისგან და ხო მეგობრებო, ხუმრობა იყო ეს ყველაფერი. ხო და მეგობრებო, მოგესალმებით, სულ ყველას მე ვარ რაზორებალი, ხოლო როგორც ხედავთ, ისევ აქ ვარ, არცად არ წავსულვარ და ეს ყველაფერი არის მეგობრებო ხუმრობა, რაც წეღავ თქვი. ხო ხედავთ მეგობრებო, ხო ხედავთ. აი, აღიარეთ, ეხლა ბევრი ყურადღება მივიქცე აი ამით. ასე დავიწყე ვიდეო. საინტერესო და დრამატულად. YouTube-დან და Steve Brain-დან წასვლა კი არა მეგობრებო, თქვენთვის მაქვს ძალიან მაგარი ამბავი და YouTube-დან წასვლაზე მაგიტო დავიწყე ვიდეო. მაგრამ მეგობრებო, სანამ მაგ ამბავს მოგიყვებით, ჩემი თხოვნა იქნება რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, ასევე ჩემი ახი გამოიწეროთ, ასევე გააქტიუროთ ზაესღილაკი რომ აღარ გამოჩნდეს გავსი ტიპის ვიდეოები. ასევე მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ გადახვიდეთ ჩემ Discord server-ზე და ასევე ეს ნუკე რაც ხელში მიჭირავს, ეგავიღე წინა ადმინაბიუსზე მომილოცეთ. მადლობა ყველას წინასწარ და იმათაც გიხდით მადლობას წინასწარ, ვინც გადახვალთ ჩემ Discord server-ზე. წინასწარ ყველას უღრმესი მადლობა ხალხო, ვინც გაითხოვეთ ჩემ თხოვნას. გარდა მაგისა მეგობრებო, აი ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ასევე ჩემი 2 ცალი Roblox-ის თამაშებიც, სადაც თუ გადახვალთ უღრმესი მადლობა წინასწარ და თუ დაალაიქებთ, უფრო უღრმესი და უდიდესი მადლობა თქვენ, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ბევრი ვერ გადავა მაგ თამაშებში. მიზეზი კი არის ის, რომ Roblox-მა ძალიან ცუდი აპდეითი დაამატა. თუ ჩემი თამაში არ აიღებს 500 მოთამაშეს, ანუ 500 ახალ მოთამაშეს, რომლებმაც დახარჯეს Robux-ები, მაშინ ჩემი თამაში დაყინდება 16+-ზე. რაც კი იმას ნიშნავს, რომ 16 წლის დაბალი ასაკის მქონე ბავშვები ვინც არიან, ჩემ თამაშს ვეღარ ითამაშებენ სამწუხაროდ. მაგას მეც ვერ შევცვლი, Roblox-მა ძალით დააყენა ჩემ თამაშებში და ნახევარზე მეტი ჩემ აუდიტორიაში შემოიფარგლება ბავშვები ჩემი კონტენტის გამო. რაც კი სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ ნახევარზე მეტი ჩემი გამომწერებიდან ვეღარ ითამაშებს ჩემ თამაშებს. აი, იმედია გააუქმებენ მაგ განახლებას მართლა. და უი ისე რა გამახსენდა. ახალ თამაშს ვაკეთებ, მაგრამ ეგ არ არის ის ამბავი, რაზეც წეღავ ლაპარაკობდი. მოკლედ, ყველაფერი ისი თქმაც მინდოდა და ლაიქებასთან და Discord-თან და სხვა რაღაცებთან დაკავშირებით თქვით, მაგრამ ეხლა უნდა ვისაუბროთ უფრო სერიოზულ ამბავზე. ვიდეოს დასაწყისში რო ვიძახდი იმას, რომ Steve Brain-ი არ მიყვანს და ანუ ეგეთი კონტენტები არ მიყვანს. ეგ არის მეგობრებო ტყუილი. მიყვანს მაგნაირი კონტენტების გადაღება. ძალიან მიყვარს რადგანაც ეგ გიყვართ თქვენ და მეგობრებო იმას ვიღებ რაც გამივარდება და თქვენ გიყვართ, რაც მეც მახარებს და თქვენს გახარეთ. რაც შეეხება მეგობრებო Steve Brain-ს, Steve Brain-ში როცა არ გამივარდის მეგობრებო, ვიდეოს მაგაზე აღარ გადავიღებ, მაგრამ იმაზე გადავიღებ, რაც გამივარდება, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ Steve Brain-ს აღარ ვითამაშებ. Steve Brain-ი მე თვითონ მეთანხმებით, მართლა მაგარი გასართობი თამაში არის, აი ადმინაბიუსები და რაღაცები, მაგრამ რაც შემჩნია არის ის, რომ Steve Brain-ი ნელ-ნელა კვდება. ანუ მოთამაშეები ნელ-ნელა აკლდება.
ადრე თუ ყოველ ადმინაბიუზე მინიმუმ 10 მილიონ ხალხზე ადიოდა თამაში, ეხლა 1 მილიონს ძლივდება. ხო და მეგობრებო, ეგ თამაში თუ ჩაკვდა, მაინც გავაგრძელებ მე ამ თამაშის თამაშს, მაგრამ ვიდეოების გადაღებას შევცვლი, ანუ კონტენტ შევცვლი, ეგრე უნდა მეთქვა უბრალოდ. ხო და კონტენტში იმას გულისხმობ, რომ რამე სხვა რაღაცას დავდებ და ექსპერიმენტივით მექნება რა, რაც გამივარდება, იმას გადავიღებ. მაგრამ მეგობრებო, ასევე რა უნდა მეთქვა. გარდა Stillbrain-ის კონტენტისა, მეგობრებო, ადრე სანამ Stillbrain-ს გადავიღებდი, არხზე მქონდა Roblox Studios კონტენტი. ვინც არიცით, Roblox Studio-ში შეგიძლიათ თამაშები შექმნათ და მაგეების ტუტორიალებს დებდი, თამაშების გაკეთების პროცესს და არ ვარდებოდა მეგობრებო ისე ძალიან. ხო და მეგობრებო, მივხვდი ყველაფერს თუ რატო არ ვარდებოდა ეგ ყველაფერი. პირველ რიგში ქართულად ვაკეთებდი ვიდეოებს. აი ვიდეოები, მაგნაირი ტიპის ვიდეოები უფრო დაინტერესებთ უცხოელებს. და ეხლა ამ არხზე დავიწყო მეგობრებო, ამნაირი ტიპის ვიდეოების გაგრძელება ოღონდ ინგლისურად არ გავარდება, იმიტომ რომ ამ არხზე მაქვს მეგობრებო ბრეინოტების კონტენტი. ხო და მეგობრებო, უკვე ნელ-ნელა უახლოვდებით მიზეზს თუ რატო დავიწყე YouTube-დან წასვლაზე ვიდეოს გადაღება. მოკლედ, პასუხი არის ის, რომ არანაირი YouTube-დან წასვლა არ ხდება. არანაირი ვაფშე 1%-იც არ მოხდება ეგეთი რაღაც, ყველაფერი არის ტყუილი. უბრალოდ რაც ხდება არის ის, რომ შევქმენი ახალი YouTube არხი. და ამ დრამატული ეფექტებით მინდოდა რომ თქვენი ყურადღება მიმექცია, ჭირდებოდა რაც შეიძლება ბევრი ყურადღება, რადგანაც მინდა რომ ეს ახალი არხიც განვავითარო, სადაც მეგობრებო დავდებ ხოლმე Roblox Studios ტუტორიალებს, ანუ როგორ დავწეროთ რაღაც კოდები, როგორ ავაშენოთ ეს, როგორ გავაკეთოთ ეს და ასე შემდეგ. მაგრამ მეგობრებო, თავიდანვე იცოდეთ, ვინც ამ არხზე გამომიწერთ და ინგლისური არ იცით, ამ არხზე დავდებ ვიდეოებს ინგლისურად. ფიქრობ ძალიან მაგარი იდეა იქნება. ამ არხზე მეგობრებო, ვისაც ბრეინოტები მოგწონთ, დაგიდებთ ბრეინოტების ვიდეოებს ხოლმე, შემოგთავაზებთ მაგნაირი ტიპის ვიდეოებს, გეიმპლეის ვიდეოებს, ხოლო იმ არხზე შემოგთავაზებთ კოდირების ტუტორიალებს, ვისაც თამაშების გაკეთება გინდათ. ასევე თხოვნა იქნება რომ ბევრმა, რაც შეიძლება ბევრმა მინდა რომ ჩემი არხი გამოიწეროს და ამიტომ გთხოვ შენ, დიახ, ზუსტად შენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს ტელეფონშია, კომპიუტერშია თუ ტელევიზორში, თხოვნა არის რომ აი ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ჩემი მეორე YouTube არხის ლინკი და თხოვნა არის რომ გამომიწეროთ რომ იქაც ავიდეთ ბევრ გამომწერზე და აქაც მინდა რომ ისე გამომიწეროთ რომ 10,000 გამომწერზე სახე გამოგიჩინოთ. ასევე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წეგანაც თქვი, იყო ხუმრობა. YouTube-დან არ მივდივარ, ამ არხზე გავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას, Stillbrain-ს დავდებ ხოლმე, თამაშებსაც დავდებ, რაღაცებს დაგიდებთ ხოლმე ამ არხზე, ლაივებიც იქნება, მაგრამ იმ არხზეც დავდებ ვიდეოებს უკვე. რაც წესით თქვენთვის კარგი უნდა იყოს, რადგანაც უფრო მეტი ვიდეოები დაიდება ამ არხზეც და იმ არხზეც. ხო და დამიწერეთ მეგობრებო კომენტარებში ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, ეს ყველაფერი კარგი იდეა არის თუ ცუდი, გადავამოწმეთ თქვენსაც და რა ვიცი მეგობრებო მოგისმენთ რა. და კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრათ მეგობრებო, thumbnail-ებზე ბევრი მეჩხუბებოდა ხოლმე კომენტარებში სხვის thumbnail-ები რატო გაქოდა რაღაცაო და ეხლა გეტყვით რა გადავწყვიტე მაგ thumbnail-ებთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ მეგობრებო, ამ ვიდეოზე გამოვიყენე ეს thumbnail-ი, სადაც არის მეგობრებო ჩემი Roblox-ის ავატარი და აწინ მეგობრებო ყველა thumbnail-ზე სხვისი Roblox-ის ავატარების ფოტოები აღარ იქნება. იქნება ჩემი ავატარების ფოტოები, რადგანაც მე თქვენ გისმენთ და ყველა თქვენ მოთხოვნას ვაკმაყოფილებ მეგობრებო. ასევე მეგობრებო, კიდევ ერთი მიზეზი თუ რატო დავიწყეთ ამნაირი ტიპის ვიდეო, ეხლა გეტყვით. მიზეზი ამ ყველაფრისა ასევე არის ის, რომ დღეს ჩვენ გვექნება უმაგრესი unboxing-ი ხალხო. ნახეთ, რამდენი lucky block-ები შევაგროვეთ. ნუ კი ერთი secret lucky block-ი შევაგროვეთ სამწუხაროდ მარტო. მაგრამ სხვა ძალიან ბევრი lucky block-ები არის მართლა მეგობრებო. აი, სავსე მაქვს თითქმის ბაზები ამ lucky block-ებით, რაც კარგი ხანია არ მომხდარა. ბიჭო, ეს კიდე რას მიწეს, გადიიქით. მოკლედ, ეს არის ამ alt account-ზე ჩემი lucky block-ები, ასეთია. ნუ ერთი secret lucky block-ი, რომელსაც ბოლოს მივახსენით და ერთი octo phantom lucky block-ი გვაქვს, რომელსაც გადავხსნით ჩუაზე იმენა. Phantom-ში რაღაც მაგარი უნდა დავაგდოს წესით. იმიტომ რომ Phantom-ი არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ამით მეგობრებო, ყველაფერი არ მორჩენილა. გამიღე ბაზა! აუ, ჩემი alt account-ი სად არის? ბაზა გამიღე! ეგრე, შევიდა და გამიღო.
ეხლა განახებთ ამ აკაუნტზეც თუ რა ლაკი ბლოკები იხსნება. ჯერ ეს მე მეგობრებო 4 ტრეიტიანი ძალიან ბევრი ოქტოლაკი ბლოკები მაქვს ამ აკაუნტზე. აქაც 4 ტრეიტიანი მაქვს და აქ მაქვს რამე? კი, ბლომად მაქვს. აქაც ბლომად მაქვს. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს გვექნება გიჟობა unboxing-ი. გიჟობა! ხო და რამე უნდა დავაგდოთ მეგობრებო წესით. აი, ერთი რამე მაინც უნდა დავაგდოთ და იმედია დავაგდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაკი ბლოკი გვაქვს და ყოველად შეუძლებელია რომ ერთი წესი რამე მაინც არ დავაგდოთ. ხო და ვიწყეთ მეგობრებო ბანძობებით და მე მაგრებზე ავდივართ ნელ-ნელა. ანუ lost ლაკი ბლოკზე. ოპ! პირველივეზე სიკრეტი დავაგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ დებილობა სიკრეტი არის, არა უშავს, კარგი დასყისი არის, ამას თუ არ უნდა წავშლით, მაგრამ სიკრეტი რო დავაგდეთ, უკვე მაგარის ნიშანი არის. იმედია ასე გაგრძელდება და დებილობა სიკრეტები არ დავარდება. აქაც მეგობრებო, იგივე ლოსტაკულაკი ბლოკი მაქვს და აქაც თუ იმნაირი სიკრეტი დავაგდეთ, ან ვაფშე სიკრეტი დავაგდეთ, ანუ მაგარის ნიშანი არის და დღეს რაღაც სასწაულს დავაგდეთ, მაგას ნიშნავს. მაგას მეუბნება ჩემი გონება. აბა ნახოთ. ნახე რა. კარგად დავიწყეთ და უკვე ნელა სვლისკენ მივდივართ. მაგრამ მეგობრებო, რაზე ვდარდო, მაინც ვერ ხვდები. ნახეთ რამდენი ლაკი ბლოკები მაქვს დღეს. დღეს არის სიგიჟე. დღეს ერთი საინტერესო რაღაც მაინც უნდა დავაგდოთ, რაც კაი იქნება და გამომადგება. ერთი მაინც. კაი, აბა აკრეები მაქვს. ოუ, მე მგონი მეგობრებო, უკვე ბოლო თაქოლაკი ბლოკს გავხსნით. მაქვს მეორე alt account-ზე Diamond Lost თაქოლაკი ბლოკი. რომელსაც მეგობრებო აქვს, მოიცა 2 წამით, აუ, ჩავარდი. რომელსაც აქვს მეგობრებო 4 ტრეიტი. 4! მაგრამ თუ აქაც დებილობა დავაგდეთ, ანუ ჩიხვახვები და რაღაც ეგეთები არა უშავს. რადგანაც როგორც თავიდან რა გითხარით, დღეს გვაქვს ძალიან ბევრი ლაკი ბლოკები და იმედები ჯერ არ დამეკარგება. მოვიდა ჩემი გამოწერიც და ჩემი alt account-იც, გაიხსნება ეხლა ეს lost თაქოლაკი ბლოკი და ყველაფრისთვის დავარ მეგობრებო, ეხლა წინ შევვარდები რო გახსნის და ყველაზე მეტად ვარ მზად იმისთვის, რომ lost ჩიხვახვები დავაგდოთ. აუ ნახოთ. მზად ვარ ხახო არა უშავს. ეხლა ამ ჩიხვახვებს ავიღებ და წავშლი გადავაგდებ და გავაგზავნებ ცხოვრებას. არც გავბრაზდები, არც არაფერი, რადგანაც უკვე მეგობრებო ბეის ოქტოებზე გადავედით. ოქტოები ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ბეისი არის, გიჟობა ლაკი ბლოკები არის, რადგანაც წინაზე მე მგონი 2 ცალი იყო, არ მახსოვს წესიერად. ხო მეგობრებო, 2 ცალი იმნარი ბრილიანტები დავაგდეთ, რომ ბაზარში ვერ დავიტოვებდი, მაგრამ დავსაფიუზებლად ძალიან მაგარი ბრილიანტები იყო. მაინც ბომბარდირო ვაკირო დავაგდეთ, მაგრამ კიდევ თუ დავაგდეთ მაგარი ბრილიანტებს, მექნება შანსი რომ გურინი ბულინი თუ რაღაცა რო არის, ნავი რო არის, ანუ ნავზე რო ჩიტიზის თუ მტრედი თუ რაჯენდობას ქვია. მაგის დაგდების შანსი მაინც მექნება და იმედია დავაგდებთ. ახლა მეგობრებო, გადავდივართ ბეის ოქტოლაკი ბლოკებზე. ტრეიტები რო არ ადევს, მაგნაირებს ხსნით და ვნახოთ რას დავაგდებთ. მიდი რა, წესი რამე. კრაბურგერი. აბა, კითხოთ გოს თუ ჭირდება ეს. თუ ჭირდება, წაიღებს ბაზარში. თუ არა და იყოს. არა, წავშლით. ოი, მეგობრებო, ერთი რაღაც გავაანალიზეთ. თაქოს ერთი ლაკი ბლოკი რო გავხსენით, ანუ პირველი ლაკი ბლოკი, სიკრეტი დავაგდეთ. ეხლა ოქტობრზე გადავედით, მანდაც სიკრეტი დავაგდეთ. პირველივეზე. მე მგონი რაღაცა მოხდება დღეს. ასევე მეგობრებო, რამდენი კრაბურგერს დავაგდებთ, ანუ ყველაზე დებილობა სიკრეტს თამაში, გადავცემთ მაგ კრაბურგერს ჩემს გამოწერს და ვნახოთ რამდენი კრაბურგერები ეყოლება ვიდეოს ბოლოს. 2 წამი. ბიჭო, რა საკეთე? მოდი, აუ. დაუ, ჩემი რანაირად მაქვს ეს ეკრანი. კაი, გავასწორე. დავატყით. და ეგრე გავაფრინეთ. გაფრინდა. ეხლა კი გავხსნით ამ ლაკი ბლოკს და თვალებში უყურებ, აბა რას დავაგდებთ? გადავედით მეგობრებო მეორე ალზე, რადგანაც პირველ ალზე ბეისები გამითავდა, ანუ იმნარი ოქტოლაკი ბლოკები, რომლებსაც ტრეიტები არ ედო და აბა სად არის? ჩამოვიყვან. აუ. 2 წამი მეგობრებო დაგიმნებით. აუი. როგორ ვერ გავაანალიზე ხახო, ისევ პირველი აკაუნთის იმაზე ვართ ბაზაში.
ჯერ რა დროს მეორე აკაუნთია. კი ბოლო ეს არის Lucky Block-ი ამ აკაუნტზე, მაგრამ მაინც ნახე იგივე დავაგდეთ, იმან რომ ხელი დამარტყა მაგის გამო. Tortugini sande kashine. That's me that can do it. ამჯერად მეგობრებო მართლაც მეორე აკაუნტის ბაზაში ვართ, მეორე ბიჭო. ორი წამით მეგობრებო. აქ თაქო დამრჩენია და დებილობას მაგიტო ვაგდებდით სულ. თაქო დამრჩენია აქ და დებილობას მაგიტო ვაგდებდით. გავიმეორებ. გასახსნელი გვაქვს რა. ჩქარა უნდა გავხსნათ იქამდე სანამ Lucky Block-ების იღბალი გაგვიფუჭა. და მეგობრებო რა თქმა უნდა რაღაც დებილობა დავაგდეთ. და ეხლა მეგობრებო გადავდივართ Lucky Block-ებზე ისევ ამჯერად ბევრი ოქროები მაქვს გასახსნელი ოქროს მუტაციის Lucky Block-ები და ჯერ დებილობა დავაგდეთ არ გაუვიდა ჯერ თაქოს Lucky Block-ის თასის ვადა ამათ და მაგიტო ვაგდეთ მაგებს. სიქრეთი ეს გადაეცემა ჩემ გამოწეს რადგანაც მე არ მჭირდება. დავარდი რამე მაგარი ოღონდ დავარდი აი მაგარი ოღონდ რა მაგარი ეხლა ვეღარაფერს ვეღარ დავაგდებ სიტყვა რო გავაფუჭე მაგის გამო ცუდია აბა მივახსნათ რომ ნახოთ რას კრაბურგერი Are you serious right now bro? Are you serious? კი რაღაც მაგარი დავარდა მაგრამ ჩემთვის არა აი ჩემი გამოწეისთვის დავარდა და მაგის სასაგებლოდ დავარდა რა ანუ და ძალიან მაინტერესებს რა პრეტენზიები აქვს ამ სემის რომ ჩემთვის აღარ აგდებს არაფერს სასაგებლოს მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ჯერ კიდევ ბევრი Lucky Block-ები გვაქვს და იმედები არ გვიკარგება აქ ორი ბეისი დაგვჭირდა და მე მგონი გადავალთ ერთ ტრეიტიანებზე და ძალიან მაგარი აპდეითი იქნება ეგ უკვე დავაი ოქრო გავხსნათ თუ ბეისი მისო არა მეგობრებო ვაფშე მაგარი იდეა მაქვს ეხლა ჩემ გამოწეს კითხავ რომელიმე ბლოკს აარჩევს და მე მაგის საპირისპიროს ავარჩევ ორივე გავხსნით და თუ ჩემზე დებილობა ექნება მაპიდან გადავაგდებ დავაი გადავაგდებ მაპიდან ხო და ნახოთ ვისი არჩევანი უფრო უკეთესი იქნება დავიწყოთ დაგეუნდით მეგობრებო ყველას ჩემო გამოწემა უკვე თავისი არჩევანი გააკეთა და გადაწყვიტა რომ ბეისი გაიხსნა მე გულს გავხსნი და მაგაზე უკეთესი თუ დავაგდებ ნახავნის ბაზიდან არა რა ბაზიდან ვაფშე მაპიდან მაპის იქითაც გავხვალ ვაფშე შეიძლება ისე გადაგაგდო რომ ამ იმხელაზე გადაგაგდო რომ Steel Brain-იდან Grow Garden-ში გადახვიდე ან შეიძლება Grow Garden-დან გადავარდე მე კიდევ და ვაფშე სხვა თამაში გადახვიდე კაი კრაბურგერი დააგდო სიქრეთი ისე რა არის თავისთვის არის კარგი მაგრამ ჩემთვის არა ხო ეხლა ვნახავთ თუ რას დააგდებს ჩემი აკაუნტი და ეს Lucky Block-ი ეხლა გადაწყვეტს ჩემი გამოწერის ბეც გადავარდეს მაპიდან თუ არა დავიწყეთ მეგობრებო მიდი მიახსნა ეგრევე შვენიერი კარგია და გადარჩი მოიმე გადარჩი ბეწზე გადარჩი იმენა ეხლა იმ სიქრეტზე რაღაც მაგარი რო დაეგდო არა თლად რო ის სიქრეტიც დაეგდო თავისნაირი სიქრეტი გოლდი იყო და ჯობდა ოდნავ გადავარდებოდი ეგრევე მაპიდან ვაიმე რა სლეპიაც და კარგით ეხლა მეგობრებო დადგა დრო იმისა რომ მე მგონი სტრეიტიანები გავხსნათ რაღაც მე მგონი შემოჩნია წეგან ორი წამით აქ არაფერი აბა ეხლა ქვევი ჩავიდეთ აქაც არა მოდი აქ ორი წამი თამაშმა მომცა მეორე შანსი აგერო Lucky Block-ი გაქო მეორეო და მიდი დავაი გახსენიო და თუ რამეს მაგაზე უკეთეს დააგდებო გადააგდე მაპიდანო იმხელაო ჩაუბახუნეო აი იმხელაო რომ Roblox-დან გადავარდეს ვაფშე და მე Minecraft-ში გადავიდეს მეგობრებო თან Phantom-ის დამთავრება დაემთხვა აბა ვნახოთ რას დავაგდებთ მაგრამ მინდა ეხლა ეს მაპიდან გადავაგდო და ეს შანსი მაგის გამო ხელიდან არ უნდა გავუშვათ რა სად ვარ დავაი რაზოლაკი დავაი მზად ვარ იგივე დავაგდეთ კაი მაინც გადაგვით ჩასამწუხაროდ ამაზე ოდნავ უკეთესი რაღაც დავაგდო პაკა მაგრამ მაპიდან გადაგდების ნაცვლად თავისი სასაგებლო ბრეინოტი დააგდო ცუდია ახლა გადავედით მეგობრებო 8 ტრეიტიანებზე
აქ უკვე ერთი ტრეიტიანი ლაკი ბლოკი, მე მგონი მეორე არის ეს და მესამე. შვენიერი მეორე აკაუნტზე ბლომად მაქვს, პირველზეც ბლომად მაქვს და მოდი დავიწყოთ. პირველი ეს ტრეიტიანი ოქტო ლაკი ბლოკი არის და აქაც თუ თლად რო ბანზობა სიკრეტი იყოს, მაინც სიკრეტი დავაგდეთ, კაი იქნება და არ უყურებ. ოპა, ამას ვიტოვებ მეგობრებო. იყოს მეგობრებო ეს ბრეინოტი დასაფიუსებლად აი სად მიდის გადიგით. რას ვიზახდი მეგობრებო? იყოს მეგობრებო ძალიან მაგარი ბრეინოტი არის დასაფიუსებლად გამომადგება კი არა შვენიერი იქნება. შეიძლება ვაფშე ის ნავი ბრეინოტი კაპიტანი გულინი დავაგდოთ. ახლა მეგობრებო გადავდივართ ბაბულგამის ტრეიტიან ლაკი ბლოკზე. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ტრეიტი არის სიმართლე ვგითხრათ. კრაბ ტრეიტზე მეტად ბაბულგამი მიყვარს და ვნახოთ რას შემოგთავაზებს. მზად ვარ, შეგიძლია გახსნა. ეს მოვიდა? კი. დავა, ეხლა შეგიძლია გახსნა. ვნახოთ რას დავაგდებთ. ხო და ასევე მეგობრებო იდეა მაქვს. საკვირი მაქვს ეხლა ინვენტორში და როგორც კი გახსნის ჩავყრებ რომ გაიგოს რომ რაღაც მაგარი უნდა დამიგდო. არა მეგობრებო გადავიფიქრე ჩაყვირვას ჯობია რომ ჯერ რაღაც ახალი გავაკეთოთ ბოდისვაპს უზამ იმენა წინ უზამ ლაკი ბლოკის წინ და რაღაც მაგარი ლაკი ბლოკი რო იქნება მანდ ჩავყვირებ საყვირით და ვნახოთ რას დავაგდებს აბა დავაი რაღაც სერიოზული უნდა დავარდეს წესით რა სერიოზული რაღაც დავაგდეთ ეხლა გარავამყავს ზედმეტი ბრეინოტი ჩემ ბაზაში წავში და ამას შევიდან მეგობრებო ეხლა თაკო ტრეიტიან ლაკი ბლოკს სნით და აქ რომ თლად 8 ფეხა ბრეინოტი რო არის 100 მილიონზე მეც რო აკეთებს ეგ რომ დავაგდოთ წავშლი იმიტომ რომ თაკო ადევს კარგი მეგობრებო გეღადავებით სხვებისავით კი არა ვარ ეხლა ოძგებიან და რადგან ვიღაცამ თქვა რომ თაკო დებილობა არისო სხვებს უნდა აყვნენ ეგრე არ ვარ მეგობრებო თაკო მაგარი ტრეიტი ბიჭო თაკო ადევს ნუ იღებ ხედავთ მეგობრებო, სანამ ტრეიტს ხსნით, რაღაც კიდევ ერთი საინტერესო ბრეინოტი დავაგდეთ, რომელსაც დავიტოვებ, რადგანაც საჭირო არის ფიუზისთვის. აბა ვნახოთ კრაბის ტრეიტიანი ოქტოლაკი ბლოკი რას მოგცემს. კრაბი ადევს, თლად რო სტრაუბერი გამოვიდეს და კრაბი აიტყას, გავატარებ, აღარ ვიყიდი. როგორ შეიძლება ხახო? მე ტრეიტებს ვერ ვიტან, იმიტომ რომ ფულს აკეთებს, როგორ შეიძლება? ძალიან ცუდი არის ხალხო. ძალიან. კაი, გახსნის ახლა, აღარ გვიგამდე იღადაობა და ვნახოთ რას დავაგდეთ და ისე მეგობრებო რა გავაანალიზე. ამ ლაკი ბლოკს მეგობრებო, ზაფხულის დიზაინი რო აქვს და კრაბის ტრეიტი აქვს. კრაბი ხო რაღაც პონჩი, ზაფხულის იმაშია ეგეც დიზაინში. ძალიან მაგრამ იდის და უხდება რა. თქვენ რას ფიქრობთ მაგასთან დაკავშირებით? დამეწერეთ კომენტარებში, ვინც აქამდე მოხვედით. უხდება თუ არა კრაბის ტრეიტი აი ამ ახალ ოქტო ლაკი ბლოკებს და ახალს ვახ მეგობრებო ისე ეს ტრეიტიანი მე მგონი ბოლო ოქტო ლაკი ბლოკი და ვნახოთ ეგ რას მოგცემს. ხოლო მეგობრებო, მიზეზი იმისა თუ რატომ მაინტერესებს ყოველივე ეს არის ის რომ მაინტერესებს მართლა მეგობრებო ვინ დგება და ვინ უყურებს ჩემს ვიდეოებს ბოლომდე. ხო არ მითქვა დასყიში ეს კითხვა თუ უხდება თუ არა კრაბის ტრეიტი იმას ოქტო ლაკი ბლოკებს. აი ამ მომენტში ვიძახი და აი აქამდე ვინც ყურა ეგ მაინტერესებს უბრალოდ და თქონ არის რომ ყველა მოპასუხოთ რა. რა თქმა უნდა ვისაც შეგიძლიათ და ისევ ეს კიბოჩხალა დავაგდეთ. რამდენი კიბოჩხალა დავაგდეთ ხალხო? და შენ რაღაც არ მთხოვ. დავაი მომთხოვე რომ მოგცემ და მოგცემ. დამიწერე ჩატში აგერა გეოდები. ხოვე და მოგცემ. ეგრე არ ჯობია? დაწერა ჩატში აგერ, მიხვდა. წაიღებს ახლა ეს და გადავამოწმეთ კიდევ ლაკი ბლოკებს. აი ზევით მე რამდენჯერ ავედით მესამეზე. მესამეზე არაფერი არ მაქვს. და კარგი და ცუდი ამბავი მაქვს. კარგი დავიწყოთ თუ ცუდი? კაი, მოდი ჯობია ცუდით დავიწყოთ. ნელ-ნელა გვითავდება ლაკი ბლოკები. იმდენი აღარ მაქვს ამდენიც ქონდა. მაგრამ კარგი ამბავი ის არის რომ ერთი ტრეიტიდან უცებ გადავხდით ორ ტრეიტიანებზე და მე მგონი ბლომად მაქვს. და კიდევ ერთი რაღაცაც უნდა გითხრათ, სამ ტრეიტიანი ლაკი ბლოკი არა მაქვს. რაც იმას ნიშნავს რომ ორ ტრეიტიანებს რომ მოვილევთ
ეგრევე გადავდივართ 4 ტრეიტიანებზე. ან კიდევ ფანტომ მუტაციის ლაკი ბლოკს გავხსნი, რომელსაც 2 ტრეიტი ადევს. მაგას ჩემი გამომწვევი გადაწყვიტავს. კარგით. ეხლა ვხსნით იმნაირ ლაკი ბლოკს, რომელსაც კი 2 ტრეიტი ადევს, მაგრამ ჩემი საყვარელი ტრეიტი ადევს ერთი ბაბულგამი და მეორე იმნაირ ტრეიტი ადევს, რომელიც უხდება ამ ლაკი ბლოკს და ვფიქრობ მაგარი კომბო არის და რაღაც მაგარიც უნდა დავაგზავნოთ მაგ კომბოს გამო. შვენიერი კომბოა და არ უყვება მას, ესეთი პიკი არის. აი გადავიფიქრე ხალხო, მართლა მაგრამ მაინტერესებს, ჩემი თვალით თუ შევხედავ რას დავაგდებთ. იმედია რამე წესიერი იქნება, მინიმუმ დასაფიუზებელი მინდა იყოს, რადგანაც I need this for fuse, bro. ძალიან ჭირდება დასაფიუზებელი ბრეინოტები და ნახოთ რას დავიგდებს, აბა. დავი! იო, ბურგურო მყავს ბალაში ზერმეტი და მაგას წავშლი აი ამ ბრეინოტისთვის. კაი. შეგადიით. ისე მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ცეცხლის მაგრა უხდება ამ ლაკი ბლოკს და კრაბი და ცეცხლი ერთად ადევს ახლა იმ ლაკი ბლოკს, რომელიც ახლა გვერდზე მიდგას და ვნახოთ ეგრაში მოგთავაზებს. წესით რაღაც ჩვენიერი კომბო უნდა დააყენოს და ვნახოთ აბა. ასევე მეგობრებო, საყვირი რომელიც გადავინახე, ახლა გამოიყენება ამ ლაკი ბლოქისთვის, რადგანაც მაგარი კომბო არის. გაიხსნას? კაი. არი მუშავა. აი მეგობრებო, სხვის იდეებს ვიპარო, მაგის გამო არის. მაგაში კი იმას გულისხმობ, რომ ახლა ტუტუ რაღაცა წამოვიძახე, რეფერენსი გავაკეთე. ვინც გამოიცნოთ მეგობრებო კომენტარებში, ვისი რეფერენსი გავაკეთე ახლა, რომელი იუთუბერის, ძველი იუთუბერი by the way, ლეგენდა ხართ მართლა, იმიტომ რომ აი ძალიან ძველი ვიდეოდან გავაკეთე ეგ ჯერ ეგეთიც და ძალიან ძველი იუთუბერისგან. რომელსაც დღემდე უყურებ, აი ბავშვობიდან უყურებ მაგ ადამიანს, მე მგონი ყველაზე მაქსიმუმ 8 წლიდან დავიწყე მაგის ყურება და ეხლა ვხდებით 16-ის. რა მალე გადის დრო? კაი, აბა რეები დავჩა აქ. მეტი 2 ტრეიტიანი აღარ გვაქვს? კარგით მეგობრებო, ჩემი გამომწერი ხა დადგება 2 ჩემის წინაშე. ან ფანტომ ლაკი ბლოკს გავხსნით, რომელიც ამ მომენტში საუკეთესო მუტაცია არის და 2 ტრეიტი ადევს თან მაგას პლუს, ან 4 ტრეიტიანებს გავხსნით. არჩევნები, ძალიან საინტერესო არჩევნის წინაშე დავდექით. ვერ ვიცი, ორივეს გახსნა მინდა. კარგით მეგობრებო, ეს აიჩია ჩემმა გამომწერმა გოსთმა და ვნახოთ რას დავაგდებთ, აბა. კაი არჩევანი გააკეთა თუ ცუდი? თუ ცუდს დავაგდებთ, არაფერს არ ვიძამთ რადგანაც მაპიდან გადაგდების თამაში მოიგო წეღან გოსთმა. აუ მიდი რამე წესიერი მინდა რა. დასაფიუზებელია დავაგდოთ. ჰაი შევფრინდები, იმიტომ რომ ჯერ შეიძლება 100 მილიონს ეკეთების და არ დავაფიუზო, მაგრამ მეორე არჩევანი ის არის, რომ დავაფიუზებ და რაღაც მაგას დავაგდებთ ფანტომის მუტაციით. ასევე მეგობრებო, ახლა გავუშვი ჩემი გამომწერი, ხმალი ვაყიდინე და ასეთი იდეა მაქვს რა. ეს ლაკი ბლოკი რო გაიხსნება, ორივე შევარდებით ხმლით, რომ რაღაც ხრივ იღბლის შანსები ავწიოთ. იმედია ჩემი გენიოსი ტვინი, მართლა გენიოსი არის და ეგ მეთოდი იმუშავებს რა. მიდავრუნდავსიო. ავიღე ხმალი, ახლა სადამ აქ. მესა მოვიღებ და რო გახსნის შევვარდეთ ეგრევე. 3 2 1 დიდება ჰიტლერ! სკოლაში მეგობრებო მოსწავლეებთან ეგ არავინ არ თქვათ. მაგას გიჩვენთ, ვინც პატარები ხართ. დაიკიდეთ ას თქვი და რა დავაგდეთ რა, არ იმუშავა მეთოდმა. აი რა. მეგობრებო რაღაც გიჟობას დავაგდეთ, ფანტომის მუტაცია რადგანაც იყო, მაგრამ როგორც ჩანს 4 ტრეიტიანები დაგვშვა და მე სიქრეთი. ახლა მეგობრებო გაიხსნება ეს პირველი 4 ტრეიტიანი ლაკი ბლოკი და გაუბრაზდები და მაგიდას აუგდებს, ახე შეუგდებ მაგიდას და შევაჭმევ და რადგანაც გაუბრაზდი მაგის გამო ლაკი ბლოკმა ნახეთ დამინდო. სამსახურიდან დამირეკეს და რაღაც მეგობრებო რაც შემოჩინიე დღეს ძალიან ბევრი რეფერენსს ვაკეთებ ამ ვიდეოში, რადგანაც მაგარ ხასიათზე ვარ, მიხარია ის რომ ახალი YouTube არხი გავაკეთე და იმედია უფრო გამახარებთ თუ გამოიწეთ ამ არხს და მეორე არხს. აბა ვნახოთ რას დავაგდებთ ოქროს მუტაცია რო არის მაგნაირ 4 ტრეიტიან ლაკი ბლოკში. აი მორთული არის ტრეიტებით ეს 4 ლაკი ბლოკი და რამე როგორ უნდა დავაგდოთ, ჰა? აი რამე როგორ უნდა დავაგდოთ? თლადრო სიკრეტი დავაგდოთ, აი დებილობა სიკრეტი, რაც ჩემ გამოწეს უხარია, კაი იქნება, რადგანაც სიხარულისგან ტიპი ჰაერში აფრინდება. კაი, თუ მაგ სიკრეტს დავაგდეთ მეგობრებო, შევთანხმდით. ვინც ამ ვიდეოს უყურებს და არხი არ აქვს გამოწერილი, თუ მაგას დავაგდებთ, ამ არხს იწერთ. კრაბუგეი დავაგდეთ, ყველაზე დებილობა სიკრეტი.
გამოვიცანი, გავარტყი. მიხარი ახლა იმის გამო რომ შეიძლება ბერმა გამოიწევოს ჩემი ახი. მე გავარტყი ახლა თქვენ გამოდათ. ხომ არ არის რომ გამოიწევოთ ახლა ჩემი ახი, ვისაც გამოწელი არ აქვს. დაიცვა ორი წამით. სემი მივექი ჩამითო? ბაბუგამი რატო ჩამითო სემი? რაღაც თაკო გამოვიდა ხალხო. სემი თაკო გამოვიყვანა. რაღაც ხო არ ჩადო მეგობრებო ამ თაკლახი ბლოკში. ნახე. ბაბუგამის ძალით აიტყა მე მგონი. რაღაც ჩადო მეგობრებო სემიმ მანიშნებს რომ ადექიო რაზორებალო. ნახე რეებს აგდებო მარტო და ფიუზებელი დააგდეო შენთვისა და გახსენიო იქნება და მე დააგდო. რატომაც არა მივიღე მინიშნება სემისგან. სემი მაჩუქა ეს ულამაზესი თაკლახი ბლოკი რომელიც ახლა მიიხსნება და ვნახოთ სემი თუ მოგცემს სამი მაგარ ბრეინოც, აი დასაფიუზებელიც მაგარ გამომადგება. მაგალითად ბურიტო ბანდიტო, კიდე მე მგონი ამ თაკლახი ბლოკში არის ლოს ჰოსპოტი თუ რაც არის. კაი, რაზოლაკი. რაზოლაკს გამოვიყენებ 30x რაზოლაკი და გაიხსნება. აუ ნახოთ, როგორი მაგარია რაზოლაკის სემი მეკაიფები? ეს რა არის? კაი, წავშალოთ. ნუ ბობა, არ გიჩვენე მეგობრებო. ბოლო ლოქი დამჩა. იმედია რამის დავაგდებთ. აი რაღაც სერიოზული უნდა დავაგდოთ ახლა იმის გამო რომ ბოლო ლოქი არის, ამას შეხედეთ. სიკრეტიდან. მიუხედავად იმისა რომ დღეს მარტო ერთი სიკრეტ ლოქი გქონდა, სხვა ლოქები მქონდა ძალიან ბევრი. ხო და დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად იცდაც უნდა გააკეთოთ უკვე დასყიში 10 წუთი მაგაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ გავიმეორებ. ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ზარი გააქტიურეთ, ასევე გამოიწერეთ ჩემი ახალი, ანუ მეორე არხი, რომელზეც მალე დაიდება ვიდეოები. გადადით ჩემ Discord server-ზე, ასევე აღწერაში იქნება ჩემი 2 წელი Roblox-ის თამაშების ლინკიც. ყველაფერს ვის გააკეთეთ, მაგის გამო ყველას უღრმეს მადლობას გავიხდით. რა თქმა უნდა, ტოტუკინი დავაგდეთ. მოკლედ თქვენთან იყო რაზორებალი, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და შეხვდებით ჩემი ვიდეოში. აბა მაგრად.